საღამომშვიდობის პირდაპირ ეთერში მუშაობას განაგრძობს ტელერადიო კომპანია რიონი საინფორმაციო სამსახური. დღის მთავარი გამოშვებით სტუდიაში ლაშა გაგოშიძე და ნატალი რევიშვილი მუშაობს. საღამომშვიდობის დღეს თქვენ პროგრამაში ინახავთ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა დახმარების მოლოდინში. დეტალები დღის ამბებში. გლეხი მის თავს ვერ ანაზღაურებს მის ღირებულებას. მუშახელის ღირებულებას ვერ ანაზღაურებს. ამ მუშახელის ვალები გვაქვს. საქართველოს ეროვნული არქივის პროექტი გაიგეთ საინფორმაციო პროგრამის დასკვნით ნაწილში. ერთ საუკუნის შემდეგ ეს მასალა გახდება ისეთივე საინტერესო, როგორც არის თქვა 19-20 საუკუნის მასალები. გახსნილი საქმე და დაკავებული 11 ადამიანი პროკურატურის ინფორმაციით ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის მოტივი პირადი შურისძიებაა. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ირაკლი ფერცხალოვამ 2006 წელს კორტების სპეცოპერაციის დროს ცეცხლის გახსნის ბრძანება პირადად გასცა. ეგრეთ წოდებული კორტების სპეცოპერაციის საქმე გახსნილია. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა. საქმის ხელახალი გამოძიების პროცესში დაეკითხა 150 მოწმე, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ. გამოძიების მიმდინარეობისას ჩატარდა 10-ზე მეტი ექსპერტიზა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ დაადგინეს ალექსანდრე ხუბულოვისა და ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის მოტივი და ეს არის შურისძიება. განზრახ მკვლელობის ბრალდებით სულ დაკავებულია 11 პირი. მათ შორის არის ირაკლი ფირცხალავაც, რომელსაც განზრახ მკვლელობის ორგანიზება და შემდგომში მტკიცებულების დამალვა ედება ბრალად. განზრახ მკვლელობა, მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია, განზრახ უკანონო დაკავება ეს ის ბრალდებებია, რომელიც საგამოძიებო ორგანომ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს ირაკლი ფირცხალავას წაუყენა. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის საქმე მთავარი პროკურატურის მიერ გახსნილია. ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლულ იქნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას ხელმძღვანელობით მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას, რომელსაც ყალბად ყაჩაღობის მომზადების აღსაკვეთად ჩატარებული წარმატებული სპეცოპერაცია უწოდეს. ხსენებულ საქმეზე პროკურატურის მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებით დაკავებული იქნა 11 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი. ასევე სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე. ხოლო ერთი პირის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, გამოტანილი იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ. გამოძიების მასალების მიხედვით 2006 წლის 7 აპრილს სოდის თანამშრომლების მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს ირაკლი ფირცხალავას ძმა ლევან ფირცხალავა. აღსანიშნავია, რომ ლევან ფირცხალავას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია სამართალ დამცავებს. მის დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე მიაწოდა და მოგვიანებით სპეცოპერაციის დროს მოკლულმა ალექსანდრე ხუბულოვმა, რის შესახებაც ცნობილი გახდა ირაკლი ფირცხალავისთვის. 2006 წლის 7 აპრილს სოდის თანამშრომლების მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დაკავებული იქნა ირაკლი ფირცხალავას ძმა ლევან ფირცხალავა. აღსანიშნავია, რომ ლევან ფირცხალავას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია სამართალ დამცავებს. მის დაკავებამდე რამოდენიმე დღით ადრე მიაწოდა მოგვიანებით სპეცოპერაციის დროს მოკლულმა ალექსანდრე ხუბულოვმა, რის შესახებაც ცნობილი გახდა ირაკლი ფირცხალავასათვის. მისთვის როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მისი თანამდებობრივი ავტორიტეტისა და რეპუტაციის ამგვარი ფორმით საფრთხის ქვეშ დაყენება, რის გამოც გადაწყვიტა ლიკვიდაციის გზით შური ეძია მისი ძმის დაკავების საქმეში მთავარ ფიგურანტ ალექსანდრე ხუბულოვზე. თითაც იგი ერთის მხრივ შურს იძიებდა ალექსანდრე ხუბულოვზე, რომელმაც ამხილა მისი ძმა ნარკოტიკებთან კავშირში, ხოლო მეორეს მხრივ ეს სპეცოპერაცია მას და მის თანამსახველებს დანაშაულთან მებრძოლის სამართალ დამცავების იმიჯს დაუმკვიდრებდა. ირაკლი ფირცხალავასთვის ცნობილი გახდა, რომ მომდევნო დღეს
დილის საათებში ალექსანდრე ხუბულოვი მეგობრებთან აპირებდა შეხვედრას, რის შემდგომაც მათთან ერთად გაემართებოდა ისანი სამგორის რაიონის მიმართულებით. ირაკლი ფირცხალავა საკუთარი დანაშაულებრივი გეგმის განხორციელება შეუდგა, მის მიერ მობილიზებული იქნა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები და დაიწყო სპეცოპერაციის დაგეგმა, რომელიც შეინიღბა ყაჩაღური თავდასხმის მომზადებაში ეჭმიტანილი პირების მიმართ ჩასატარებელ ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებად. ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ ყოფი ავტომანქანა თბილისში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე საჩოგბურთო კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით შუქნიშნის ამგრძალავ წითელ ფერზე გაჩერდა. რა დროსაც კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები სპეცდანიშნულების რაზმის წევრებთან ერთად ავტომანქანებით ახორციელებდნენ მათ თვალთვალს. ამ დროს ირაკლი ფირცხალავას მიერ ხელის რადიოსადგურის მეშვეობით ბრძანების გაცემისთანავე ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული სპეცდანიშნულების რაზმის წევრები გადმოვიდნენ ავტომანქანებიდან და გაემართნენ ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ ყოფი ავტომანქანისაკენ. მანქანასთან მიახლოებისთანავე მიუხედავად იმისა, რომ იმყოფებოდნენ ხალხმრავალ ადგილას, ამასთან ავტომანქანაში მყოფი პირებისაგან არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ, ირაკლი ფირცხალავას მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ყოველგვარი მოწოდებისა და გამაფრთხილებელი გასროლის გარეშე ცეცხლი გაუხსნეს ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ ყოფ ავტომანქანას და მის მგზავრებს. ზურაბ ვაზაგაშვილის სროლებისაგან თავის დაღწევის მიზნით შეეცადა ავტომანქანით გაქცევას. გადავიდა საპირისპირო გზის სავალ ნაწილზე, თუმცა ინტენსიური სროლების გამო დაკარგა ავტომანქანის მართვა და შეეჯახა ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ გზის სავალ ნაწილზე მდებარე ელექტროგანათების ბოძს. გიორგი ცააძე წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად ირაკლი ფირცხალავას მიერ ორგანიზებული დანაშაულის დაფარვის, თვითხილველი მოწმეების განადგურების და წარმატებული ოპერაციის დასრულებაში დარწმუნების მიზნით მიუახლოვდა ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ ყოფ ავტომობილს და თანაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა საკონტროლო გასროლები. სალონის წინა ნაწილში მჯდომი ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მისამართით. შეგახსენებთ, რომ ეგრეთ წოდებული სპეცოპერაცია თბილისში 2006 წლის 2 მაისს ჩატარდა, რომელსაც ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი ემსხვერპლნენ. დღის მთავარი თემა კორტების სპეცოპერაცია და პოლიტიკოსების შეფასებები, რას ამბობენ მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში, პოლიტიკური ანგარიშწორება თუ სამართლიანობის აღდგენა, ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. კორტების სპეცოპერაციის საქმესა და ყოფილი პოლიციელების დაკავების ფაქტს ეხმაურებიან პოლიტიკოსები. კომენტარები გაკეთდა როგორც მმართველ გუნდში, ასევე ოპოზიციაში. ნაციონალური მოძრაობის წევრი გივი თარგამაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს გადაფაროს იური ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებაში სრული უმოქმედობა. თარგამაძის განმარტებით, რამდენიმე სპეცრაზმელი, რომლებიც დღეს დააკავეს, გუშინ აიძულეს სამსახურიდან წასულიყვნენ. ეს გადაწყვეტილებები მინდა ხაზგასმით თქვა, იყო მიღებული იმ დღესვე, როდესაც მიხვდნენ, რომ ვერ გახსნიან იური ვაზაგაშვილის კვლელობის საქმეს და იმისათვის, რომ საკუთარი უნიათობა კიდევ ერთხელ გადაფარონ, დადგეს ეს სპექტაკლი, რომელიც საბოლოო ჯამში არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების ოჯახებს დააზარალებს, არამედ საბოლოოდ დაანგრევს ქვეყანაში პოლიციურ სისტემას. შეგებელი არის, რომ ადამიანმა თავისი პირადი მოტივით შურისძიებისათვის აი ამ საქმეში ჩართო ათეულობით სპეცრაზმის თანამშრომელი, ათეულობით პოლიციელი და ასე დაგეგმა ეს ოპერაცია. მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო მეტად არის დაკავშირებული იმასთან, რომ საზოგადოებაში არის პროტესტის დიდი გრძნობა, ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოუძიებლობასთან დაკავშირებით. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ დღევანდელ დაკავებას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. ის მიერი დაკავება მათთვის არის პოლიტიკური ანგაჟირებული, თუ ეს ეხება მათი პოლიტიკური გუნდის წევრს ან ადამიანს, რომელიც კეთილგანწყობილი იყო მათი პოლიტიკური გუნდისადმი. შესაბამისად, ამ კონტექსტიდან ყოველთვის თავისუფალ დამოუკიდებელ რეჟიმში განვიხილავ, მე წმინდა სამართლებრივად განვიხილავ. ყველაფერზე მაღლა დგას კანონი და კანონის მოთხოვნა, სამართლიანობის მოთხოვნა და ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი პირი, როგორ თანამდებობაზეც არ იყო, ან შეიძლება დღესაც ასრულებდეს რაიმე მოვალეობას, ნებისმიერი პირი ვალდებულია გამოცხადდეს და მისცეს ჩვენება. არავითარი პოლიტიზირება ამ პროცესის არ მოხდება.
ყველა გახმაურებული საქმის გამოძიება პრაქტიკულად დასრულებულია და ეს საქმე ერთ-ერთი მათგანია. ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეგრეთ წოდებული კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმის გახსნას. პრემიერმა აღნიშნა, რომ დეტალებზე საუბარი პროკურატურის პრეროგატივაა. დარჩენილია რომ საქმის დეტალებზე ვისაუბრო. მე ზოგადად ინფორმაცია მაქვს რომ იგეგმებოდა ამის თაობაზე, რა თქმა უნდა მე მქონდა ინფორმაცია. დღეს დაველოდეთ ჩვენ პროკურატურის ინფორმაციას, ოფიციალურ განცხადება იქნება გაკეთებული და ამის შემდეგ გავაკეთებთ კომენტარებს. რაც შემიძლია გითხრათ არის ის რომ ჩვენი ხელისუფლება რაც მოვიდა სათავეში, მას შემდეგ ჩვენ პრაქტიკულად ყველა გახმაურებულ საქმე გამოვიძიეთ. სულ რამდენიმე საქმე იყო დარჩენილი და ეს არის ერთ-ერთი მათგანი და სამწუხაროდ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო ჩვენ და ამის გამოძიება იყო აუცილებელი. მე მინდა გითხრათ რომ პრაქტიკულად ეს საქმეები არის გამოძიებული, ბევრი მათგანი არის დასრულების სტადიაში და სულ ერთი-ორი საქმე რჩება ის გახმაურებულ საქმე, რომელიც არ არის გამოძიებული და რომელიც პროცესში არის და რომელიც ძალიან მალე დასრულდება. ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას ნინო ბურჯანაძე ეხმაურება. პროკურატურა საქმის პოლიტიზებაში ადანაშაულებს ორგანიზაცია სამართალდამცველთა დაცვის ლიგა. ცუდია ის, რომ დღეს ხდება ამ ოპერაციების ჩატარება და არა წელიწადნახევრის ან 1 წლის წინ და დღეს საზოგადოება უპირველეს ყოვლისა ელოდება პასუხს, სწორედ რომ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან და ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით და ხელისუფლება ნამდვილად ვერ მოახერხებს ამით გადაფაროს ვაზაგაშვილის მკვლელობა. რეალურად ჩვენ მოვისმინეთ დღეს ყველაფერი იგივე, რაც ვიცოდით 2 წლის წინაც, 1 წლის წინაც და წელიწადნახევრის წინ. პროკურატურის დღევანდელი განცხადება პოლიციელთა დაკავებებთან დაკავშირებით გახდათ მხატვრულად გაფორმებული, პოლიტიკით გაჟღენთილი განცხადება, რომელიც ქმნიდა შთაბეჭდილებას იმისა, რომ განცხადებას აკეთებდა არა რომელიმე სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენელი ან სამართალდამცავი სტრუქტურა, არამედ რომელიმე პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. პორტების სპეცოპერაციის გახსნის შესახებ პროკურატურამ ინფორმაცია დღეს გაავრცელა. საპროტესტო აქცია გაიმართა სოფელ ოფშკვიჩი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი ოჯახების ძირითადი შემოსავლის წყარო მწვანილის რეალიზაციაა, თუმცა ბოლო დროს დაბალი ფასი და შემცირებული რეალიზაცია სერიოზულ პრობლემებს უქმნით. სანამ რუსეთის ფედერაციაში მწვანილის რეალიზაცია მოხდება, მანამ წყალტუბოს სოფლების მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს. გლეხები ბანკის ვალების გადავადებასა და ბაზრის ათვისებაზე საუბრობენ. დაბალი ფასებისა და მომხმარებლის არარსებობის გამო ხშირად მოკრეფილ მწვანილს ყრიან. საერთო პრობლემამ რამდენიმე სოფელი გააერთიანა და დახმარებას ითხოვენ. მწვანილი აქამდე თუ ღირდა 7, 8, 10 ლარი, დღესდღეობით ღირს ლარი. და ამიტომ ვალი ედება ხალხს. აქედან გამომდინარე ჩვენი მოთხოვნა ის არის, რომ რაღაცა უნდა გვიშველონ, ან სუბსიდია, ან რაღაცა წამოვიდეს და ხალხმა ამოისუნთქოს. ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ არ არის ბაზრები მოპოვებული, ერთადერთი იყო და რა ვიცი, დიდი იმედებს ამყარებდნენ რუსეთის და რუსეთის ბაზრებზე, მაგრამ ბატონებო არ არის ეს რუსეთი მარტო, ხო? რაღაცა ხო უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ხალხმა ელემენტარულად ამოისუნთქოს. ბიზნესზე გასემული სესხი დამთავრდა კრახით. წელს ჩავარდა ეს ბიზნესი საერთოდ ყველასთვის. მწვანილის ბიზნესი რასაც ქვია. გლეხი მის თავს ვერ ანაზღაურებს მის ღირებულებას, მუშახელის ღირებულებას ვეღარ ანაზღაურებს. ამ მუშახელის ვალები გვაქვს. პირდაპირ დადებული მუშახელის სულცირე თითო ოჯახს, სულცირე რო ავიღოთ 3000-4000 ლარი აქვს მუშახელის. ისიც არის ისეთი მუშახელი, ტოლვილები არიან წყალტუბოსთან, ზოგი ტოლვილები არიან, ისინიც ფულს ითხოვენ და ჩვენ ერთი თხოვნა გვაქვს თავრობის მიმართ. შეგვიჩერონ, გაგვიჩერონ წლევანდელი წელი, გაგვიგზელონ ვადა სესხებზე. ჩვენ გამოვიტანეთ ბანკები და სესხი იმის გულობისა, რომ სათბურები გვეკეთებია, პროდუქტი გვეწარმოებია და თავრობა იმის არჩეული, რომ ადგეს და პროდუქციას რეალიზაცია უქნას. და გლეხიც კმაყოფილი დარჩეს და მუშახელიც მისი. რამ გამოიწვია ფასის დაწევა? ფასის დაწევა გამოიწვია იმან, რომ 9 წელიწადია და მეტი ვამბობთ, ევროპისკენ მივდივართ, რუსეთის ბაზარი დავკარგეთ, უკრაინაში ომი არის. ფული გაფუშტა, გაბონდა ფული ყველანა ადგილზედაც გაბონდა ფული და ლარნახევარი აკმარა ამას სამუნცირესი მწვანილის ფასი 4 ლარს დაბლა არ უნდა იყოს, რომ მეწარმესაც დარჩეს რაღაცა, გლეხმა მეწარმემ გეისტუმროს მუშახელიც და რეალიზაცია უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი და მეტი. მოთხოვნილება უნდა იყოს.
შექმნილი მდგომარეობის გამო მწვანილის ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს უმუშევრობის საფრთხე ემუქრება. ჩავარდნილი ბიზნესი ასობით ოჯახის პრობლემად იქცა. მოსახლეობა აცხადებს, რომ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციებს გამართავენ. ვით ჩვენთან ერთად ამ ზონაზე ამ რამოდენიმე სოფელში ნახევარი საქართველოა დასაქმებული. ზოგი ყუტავს, ზოგი ჩამწყობი, ზოგი გამტანი, ზოგი წამღები, ზოგი ისე, ზოგი ასე. ამას ყველაფერს ემუქრება საშინელი მდგომარეობა, რომ თუ ჩვენ ვერ მოვიწიეთ მოსავალი, დანარჩენი ხალხი მუშავარჩება კიდე. ხო აქვთ პრეტენზია, ხო ამბობდნენ, ხო გვპირდებოდნენ, ხო გვეუბნებოდნენ, რომ ასე ვიზამთ სამუშაო ადგილები, ამაზე მეტი სამუშაო ადგილები რა უნდა გააკეთოთ? არის სამუშაო ადგილები, მხოლოდ ბაზარი გვიჩვენა. ბაზარი არ არის. გლეხების ერთ-ერთი შემოსავლის წყარო სათბურებია. ბოლო პერიოდში ეს ბიზნესიც ჩავარდა. მოსახლეობა 4 თებერვალს პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური აქციის მოწყობას გეგმავს. რას აპროტესტებს მრავალშვილიანი დედა მარინა დახუნდარიძე და რას პასუხობენ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში? დახუნდარიძე ქუთაისის მერთან შეხვედრას ითხოვს. ამბობს, რომ დაპირების მიუხედავად იგი ჯერ კიდევ დაუსაქმებელია. თუ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მრავალშვილიანი დედა პერმანენტული აქციებით იმუქრება. მარინა დახუნდარიძის დაანონსებულ დასაქმებაზე მერია დღეს უკვე კომენტარს აღარ აკეთებს. 25 დეკემბერს მოვედი, გამოვაცხადე აქცია და მოვითხოვე მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ. ჩემს 15 დაწერილ განცხადებაზე მოეცათ პასუხი. ამათმა ისე წარმოაჩინეს ყველაფერი, თითქოს მე აქ დახმარებებს ვითხოვდი, გამოვიდა აპარატის უფროსი ზვია ჯავახია, გააკეთა განცხადება, თითქოს 20,000-ები მქონდეს დახმარებები აღებული. მრავალშვილიანი დედა ნინო ნაცრუშვილი მოვიდა, ასევე მოვიდა ჩემთან გელა ხუნდაძე, რომლებიც შეხვდნენ ქალაქის მერს და მითხრეს, რომ ქალბატონო მარინე, მერმა შემოგითვალა შეწყვიტე შიმშილობის აქცია და თქვენ დასაქმებული ხართ დასუფთავების სამსახურში იმავე თანამდებობაზე, იმავე ხელფასითო. გავაკეთე განცხადება, როგორც შემომითვალა ისე ბატონ მურღულიამ, რომ ჩემსა და ქალაქის მერს შორის მოხდა შეთანხმება და მე ვწყვეტ აქციას თქო. ეხლა დღეს ისე მომიხდა კიდე განმეორებით, ყოველ დღე მოვდივარ, ვეძებ სად ვარ დასაქმებული ბრძანება არავის არ დაუწერია. მთელი ქალაქი მეუბნება, ქალბატონო მარინე, ხო დაგასაქმეს, რატო ხარ განაწყენებული კიდე? იქნებ თქვენ დამეხმაროთ და მაპოვნინოთ ჩემი სამსახური სად დამასაქმა ქალაქის მერმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მცხეთისა და ჭიათურის რაიონებში მცხოვრები 1998 წელს და 93 წელს დაბადებული მამაკაცები ფეთქებათი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადება, გადაზიდვის და ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანის მახლობლად ახალგაზრდა მამაკაცი საავტომობილო გზაზე იმ დროს დააკავეს, როცა მას ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი ავტომანქანით საკუთარ სახლში მიჰქონდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულს ტროტილის საჩუქრად ჭიათურის რაიონის სოფელ პერევში მცხოვრებმა მეგობარმა გადასცა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მამაკაცი რუსთავში მეუღლის მშობლების სახლში დააკავეს. მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში და ქალაქ რუსთავში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორი პირი დავაკავით. ერთ-ერთი ბრალდებული შრეკისას ამოვიღეთ ფეთქებადი ნივთიერება, ტროტილი, ცეცხლგამტარი ზონრები და კაფსულ დეტონატორი, რომელიც ავტომობილით მართლსაწინააღმდეგოდ გადაჰქონდა. გამოძიება ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადება, გადაზიდვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს. საქართველოსა და ბრიუსელის ინტერპოლის ბიუროს თანამშრომლობის შედეგად ფოთის სამხედრო საზღვაო ძალების სარდლის მოადგილე 1968 წელს დაბადებული ვიქტორ ჭელიძე დააკავეს. ის 2000-2005 წლებში ქალაქ ფოთში დისლოცირებული სამხედრო საზღვაო ძალების სარდლის მოადგილედ მუშაობდა. ვიქტორ ჭელიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი. მითვისება ან გაფლანგვაში, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ასევე სამხედრო ქონების შენახვის წესის დარღვევაში. ბრიუსელის ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროსთან თანამშრომლობის შედეგად ფოთის სამხედრო საზღვაო ძალების სარდლის ყოფილი მოადგილე დავაკავეთ, რომელიც 2000 წლიდან 2005 წლის ჩათვლით მსახურობდა ფოთში დისლოცირებულ სამხედრო საზღვაო ძალებში. აღნიშნული პიროვნება სისტემატურად ამეტებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და სახელმწიფო ქონებას უკანონოდ ასხვისებდა. იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, მითვისება გაფლანგვასა და სამხედრო ქონების შენახვის წესის დარღვევაში. დაკავებული ექსტრადიცია საქართველოში განხორციელდა მიმდინარე წლის 31 იანვარს.
მაუწყებლის შესახებ კანონის ამოქმედების ვადა კვლავ უცვლელია, თუმცა დღეს საკანონმდებლო ორგანოში პროექტის ავტორებმა, დეპუტატებმა და ტელეკომპანიების წარმომადგენლებმა ერთი ცვლილება შეიტანეს. ცვლილებების მიხედვით მაუწყებელს საათში 20%-იანი სარეკლამო ჭრასთან ერთად ანონსისთვის 5%-იანი ჭრა და დამატებით გამოეყოთ, რომელსაც მაუწყებელი ანონსებში სპონსორის დასახელებისათვის გამოიყენებს. მიუხედავად ამ ცვლილებისა, კვლავ მთავარ სადაო საკითხად რჩება ცვლილებების ამოქმედების დრო. მაუწყებლის შესახებ კანონის ავტორები და მმართველი კოალიცია ცვლილებების ამოქმედების თარიღის შეცვლას არ აპირებენ. პირველი მოსმენის მოყვანას წესრიგში ძალიან ფაქიზი ბიზნესია და ძალიან ფაქიზი ბაზარია. ამასობაში შეიძლება კონტრაქტი დაკარგოს რომელიმე ტელევიზია. აქ ამაზეა საუბარი, მით უმეტეს დიდი ბოდიში რა ამოიღეთ თქვენთან შეხვედრის ჩანაწერი, სადაც ბატონი ბექაური პირდაპირ იმუქრება. პირდაპირ გვემუქრება ბატონი ბექაური და ხა აი ამის მერე და ამ რიტორიკის მერე დაზღვევა გჭირდება ტელევიზიებს, რომ ის ბოროტად არის სარგებლებს თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობით. ეს რო შევა ძალაში 15 აპრილს, ხო? და ჩვენ მივიღებთ განმარტებას ეპრადან, რომ ანონსებში ეს მერია ერთი წლის მერე ერთი კითხვა მაქვს. ეხლავე რომ მივიღოთ ჩვენ ეს გარდამავალი პერიოდი ანონსებით რისკის ქვეშ ხო არ დადგება? იმიტომ რომ აქ ჩვენ არცად არ გვაქვს ანონსებში მითითება, დადგება აუცილებლად. კითხულობს, დადგება აუცილებლად იმდენად, რამდენადაც ჩვენ ახლა ჩანაწერს ვაჩენთ კანონში, უпростоრად დღეს წერია ეს კანონში და თუ ასე ხალია ბატონი გიორგი, ეს როგორც ჩანს მარეგულირებელმა ახლა მოითხოვა იმისთვის, რომ ამ წელს რაღაცა დარტყმა მიაყენოს. პროგრამას უცხოეთის სიახლეებით განვაგრძობთ უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. სამთავრობო არმიასა და სეპარატისტებს შორის ინტენსიური ბრძოლები რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად მიმდინარეობს. პრორუსი სეპარატისტები ქალაქ დებალცევოს артиლერიით ბომბავენ. მოსახლეობა პანიკაშია. ქალაქის ცენტრში ავტობუსის გაჩერებასთან მომხდარ აფეთქებას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ესვრიან მშვიდობიან მოქალაქეებს, ბომბავენ მანქანებს. პუტინის ცუდი სტრატეგია, რაც რუსეთს ზიანს აყენებს, აღნიშნული კომენტარი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ CNN-თან ინტერვიუს დროს გააკეთა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაცია სწორედ ვლადიმერ პუტინის არასწორი გადაწყვეტილებების შედეგია. როგორც ობამამ აღნიშნა, ყირიმის ანექსია რუსეთისთვის სარგებლის მომტანი არ იქნება. პირიქით, ეს მას დიდ ზარალს მიაყენებს. წავიდა ის დრო, როდესაც ტერიტორიების დაპყრობა დიდი სახელმწიფოების ფორმულას წარმოადგენდა, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. საბერძნეთი ევროზონისგან ახალ კრედიტებს აღარ აიღებს. განცხადება ამის შესახებ საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა საფრანგეთში ვიზიტის დროს გააკეთა. საბერძნეთის ფინანსური უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ათენმა უპირველესად ეკონომიკური ზრდის უნარი უნდა აღიდგინოს. მისი თქმით, საბერძნეთის ახალი პოლიტიკის პრიორიტეტი მთელი ევროპის კეთილდღეობაა. საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ საგარეო ვალი არ ჩამოეწერება ქვეყანას. საპროტესტო აქცია უნგრეთში. ბუდაპეშტში პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასმა ადამიანმა პროევროპული დემონსტრაცია გამართა. აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობა ანტიეროვნულ ორიენტაციაში დაადანაშაულეს და ხელისუფლებას დასავლური კავშირების პატივისცემისკენ მოუწოდეს. დემონსტრანტების ნაწილმა პრორუსული პოლიტიკისა და ევროკავშირის პრინციპების ღალატისთვის მთავრობის გადადგომა მოითხოვა. უკრაინის კონფლიქტის ესკალაციაში რუსეთის მიმართ სიმპათიის გამო უნგრეთის მემარჯვენე ცენტრისტული მთავრობა ევროკავშირის მხრიდან კრიტიკის ობიექტი ხშირად გამხდარა. დღეს უნგრეთში ვიზიტს გერმანიის კანცლერიც გეგმავს. ორი კვირის შემდეგ კი ბუდაპეშტს ვლადიმერ პუტინი ესტუმრება. დაგვალდეთ პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. ეთერის სპონსორი რეპროარტი 5 თებერვალს 14 საათზე უშვილო წყვილებისათვის ჩაატარებს ღია კარის დღეს ამერიკელი სამეცნიერო ხელმძღვანელის დევიდ მაკალას მონაწილეობით. მიმდინარეობს ჩაწერა. საუკეთესო შეთავაზება მხოლოდ რიკო კრედიტისგან. პირველიდან 28 თებერვლის ჩათვლით. იპოთეკა და ლომბარდი რეალური 0%. რიკო კრედიტი. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ, განვაგრძობთ პროგრამას. ქუთაისში უნგრეთის დელეგაცია იმყოფება. ქუთაისის მერისა და უნგრეთის ქალაქ სომბათეის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და სომბათეისის მერმა. დელეგაცია ქალაქში 3 დღე დარჩება. დაგეგმილია ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა. ძალიან ბევრი საერთო გვაქვს ქართველებსა და უნგრელებს. ამიტომ ურთიერთობების გაღრმავებაზე დღეიდან ოფიციალურად ვიზრუნებთ. ამ ხელშეკრულებით ჩვენ მოვიცავთ არაერთ სფეროს: განათლებას, კულტურას, სპორტსა და ტურიზმს.
ის მოდაკითხვა თუ რატომ მიდის ვინმე მივლინებაში ან ამ შემდეგ ჩვენ ორი მივლინება ქონდა უნგრეთში, ერთი მე თვითონაც ვიმყოფებოდი ქალაქში, შევხვდი და იქ დაიგეგმა ამ კოოპერირების საშუალება და მეორე საკრებულოს წევრები იყვნენ წასული და აი შედეგიც არის რომ დაიდო ეს ხელშეკრულება, გაფორმდა ეს ხელშეკრულება, რომელიც სხვადასხვა სფეროებში ურთიერთთამაშრომლობას მოიცავს. ყველა ამ სფეროში შეიქმნება ცალკე დელეგაციები და ჩვენ უკვე ძალიან მჭიდრო მიმოსვლას დავიწყებთ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ახორციელებს პროექტს სახელწოდებით ეროვნული არქივის ექსპედიციები, რომლის ფარგლებშიც დღეს გელათის მონასტრის ფოტო და ვიდეო გადაღებები დაიწყო. პროექტი საქართველოს ისტორიული ძეგლების შესახებ ვიდეო და ფოტომასალის მოგროვებასა და საარქივო ფონდების თანამედროვე დოკუმენტებით შევსებას ითვალისწინებს. შეგროვილი მასალები კიდევ უფრო გაამდიდრებს უკვე არსებულ ფონდს, უკვე გადაღებულია გრემისა და ნეკრესის ტაძრები, ვარძიის კომპლექსი და უჯარვის ციხე. ეს პროექტი დავიწყეთ შარშან 2014 წელს და ამ პროექტის მთავარი მიზანი, ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ შევაგროვოთ თანამედროვე ვიზუალური მასალა. აქ არის საუბარი ვიდეოზე და ფოტოზე. იმიტომ რომ ეროვნულ არქივში მოგეხსენებათ, გვაქვს ძალიან დიდი ფოტო და ვიდეო კინოკოლექცია მე-19-მე-20 საუკუნის და ჩვენ გვინდა რომ დღევანდელი 21 საუკუნის ვიზუალური მასალა ჯგუფმა, რომელიც ამ ექსპედიციებს მუშაობს, შევქმნათ, შევიტანოთ ეროვნულ არქივში, ავწეროთ და დაუტოვოთ მომავალ თაობას, რათა ერთი საუკუნის დიდი იმედი გვაქვს, რომ ერთი საუკუნის შემდეგ ეს მასალა გახდება ისეთივე საინტერესო, როგორც არის თქვათ მე-19-მე-20 საუკუნის მასალები. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო საქართველოს ეროვნულმა არქივმა, ხდება ფოტოფიქსაცია ყველა იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, რომელიც საქართველოშია დაცული და საბედნიეროდ ათასობითაა ასეთი ძეგლი. ეს არის ერთგვარი უკდავყოფა ამ ძეგლების მდგომარეობის საბედნიეროდ ჩვენ და ბევრ მათგანზე და მათ შორის გელათზე გვაქვს ჩვენ საუკუნე ნახევრის წინანდელი გადაღებული ფოტოები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ერთადერთი და შეუდარებელი წყაროა თავისი დანიშნულებით და გავა ალბათ ასეული წლები და აქ დღეს გადაღებულ ფოტოებსაც იგივე დატვირთვა მიეცემა. გალერეამ ვარლამ იმერეთში მოღვაწე მხატვართა ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა. საგამოფენო სივრცეში 46 ავტორის 122 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ფერწერული, გრაფიკული და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრებს დამთვალიერებელი მრავლად ყავდა. გამოფენაში მონაწილეობის საშუალება უფროსი თაობის წარმომადგენელ ცნობილ მხატვრებთან ერთად ახალბედა მხატვრებსაც მიეცათ. ჩემი ნახატები საერთოდ ამბის მოყოლა არის ამბის თითქმის ეს არის იტალიური ჩანახატი ერთი მეორეც კიდევ აქეთ სამხრეთ საქართველოს და ეს არის პარლამენტში ამბები პარლამენტის ამბები და ეს აღარ უნდა განმეორდეს მეტი არაფერი კარიკატურული ჩანახატია რომელიც ალბათ უნდა ნახოს ხალხმა რომ აღარ განმეორდეს ასეთი მსგავსება აბა თქვენ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამას ვერ ვისწავლით. წარმოდგენილი არის ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება და გამოყენებითი ხელოვნება. საინტერესო გამოფენა არის მართლაც რომელიც რა ვიცი ძალიან დიდი ინტერესი დამთვალიერებელი 16 წელს რო ვიყავი, მაშინ მქონდა აქ პერსონალური გამოფენა, მაშინ უფრო ბავშვი და ესეთი. ეხლა უკვე პირად ვიღებ აქ მონაწილეობას და ერთი არის კაცი მოხუცი, რომელიც ამახსოვრდა, ანუ ეკლესიაში ვიყავი და იქედან რაც ამახსოვრდა სეპირად, ანუ ის პორტრეტი ძალიან სახასიათო ლამაზი კაცი იყო და ანუ ის სეპირი დამახსოვრეთ დავხატე და ეს მეორე უბრალოდ პეიზაჟი. ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტებმა პოეზიის საღამო გამართეს და მსმენელს საკუთარი ლექსები გააცნეს. დღესვე ახლად შექმნილი ფოლკლორული ანსამბლის მერცხალის პრეზენტაციაც გაიმართა. ღონისძიებას სტუდენტები და ბიბლიოთეკის თანამშრომლები დაესწრნენ. დავგეგმეთ სტუდენტებმა, წერეთლის სტუდენტებმა, სხვადასხვა ფაკულტეტის ბავშვებმა, რომ ჩვენი ლექსები გაგვეცნო ქუთაისის მაყურებლებისას. წავიკითხეთ ჩვენი ლექსები, მოусმინეთ, ასევე მოგვისმინეთ ჯგუფ მერცხალს. დღეს წავიკითხეთ ჩვენი საკუთარი ლექსები, ასევე ახალი ჯგუფი წავსდექით, სადღაც ერთი თვეა რაც შექმნით ჯგუფი სახელად მერცხალი, სამი სიმღერა შევასრულეთ. და ვცდილობთ მივყვეთ იმ ფერხულს, იმ კულტურულ ფერხულს, რომელშიც ქუთაისია ჩაბული.
ქუთაისის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ტორპედოს ვეტერან ფეხბურთელ ჯემარ ხერხაძეს 70 წლის